მოგესალმებით ჩემს არხზე, მე ვარ გიორგი და დღეს ვაპირებ მიმოიხილო ლეგენდარული SyncPad T430S-ი. დავშლით ვნახოთ და გეტყვით ღირს თუ არა მისი ყიდვა 2025 წელს. SyncPad T430S-ი გამოირჩევა გამძლე კორპუსით, მაგნიუმის ჩარჩო და კლასიკური შავი დიზაინით. სქელი და მტკიცე, ამასთანავე შედარებით მსუბუქი. იწონის მხოლოდ 1 კილოგრამს და 800 გრამს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შევარჩიე ეს ლეპტოპი, არის ის, რომ არის ძალიან გამძლე. მე წინა ვიდეოში, სადაც ვსაუბრობ SyncPad-ების ისტორიაზე, ნაჩვენები მაქვს დემონსტრაცია, თუ როგორი გამძლე არის ეს ლეპტოპი. შეგიძლიათ ის ვიდეო ნახოთ და დარწმუნდებით, რომ არის არაჩვეულებრივად გამძლე ლეპტოპი. ლეპტოპის შიგნით გვხვდება i3, i5 ან i7 მესამე თაობის პროცესორები, ინტეგრირებული Intel HD 4000 გრაფიკა ან NVIDIA MVS 5200M. ასევე 4-დან 16 GB-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერება, 14 ინჩიანი 1600x900 რეზოლუციით TN პანელის ეკრანი და 2 mini PCI Express სლოტი. ეს მონაცემები ყოველდღიური გამოყენებისთვის სავსებით საკმარისია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა დავლების შესაძლებლად. მაგალითად, მინდა გითხრათ, რომ ეს ვიდეო არის დამონტაჟებული ამ ლეპტოპზე. T430S-ი იშლება ძალიან მარტივად. რამდენიმე ხრახნი და უკვე ცნობა გვაქვს ოპერატიულ მეხსიერებაზე, მყარ დისკზე, გაგრილებაზე და Wi-Fi ბარათზე. ეს სიმარტივე ამცირებს ხარჯს და გაძლევს შესაძლებლობას თავად შეაკეთოთ ან გააძლიეროთ თქვენივე კომპიუტერი. მოგეთ გიბრუნდებით უკვე გადმოგვიმებული ლეპტოპით. გამომზადეთ დასაშლელად. მოგეთ მოვაძროთ პირველი ბატარეა. ესე გამოიყურება ბატარეა. ახლა უკვე შევუწყოთ მოდელობას. პირველ რიგში მოვაძროთ უკანა ხუთი, ამ ხუთის ქვეშ არის RAM და Wi-Fi სანტელი. აქ არ ვიცი კარგად ხედავთ თუ არა. არის პიქტოგრამები დატანილი, როგორც დატანილი იყო R60-ის შემთხვევაში. ხრახნები ცოტა მოცვეთილია, ამიტომ არ ვიყენებ ჩვეულებრივ ფიგურულ თავს. ვიყენებ ასეთ თავს. აი ესე. და ახლა უკვე კლავიატურაც მოვაძროთ. კლავიატურის მოძრაობის შემდეგ უკვე შეგნელობის დათვალიერება შეგვიძლია. ახლა სანამ კლავიატურაზე გადავალთ, რაც შეეხება აქ რა სლოტები გვაქვს. აქ გვაქვს 2 RAM-ის სლოტი, ეს არის DDR3, გვაქვს Wi-Fi მოდულის სლოტი და აქეთ გვაქვს PCI Express სლოტი, რომელიც შეგვიძლია გამოიყენოთ მეორე Wi-Fi მოდულის ჩასაყენებლად, ან ჩემ შემთხვევაში მე გამოვიყენე M-SATA SSD-ის ჩასაყენებლად. ასევე შეგიძლიათ Bluetooth-ის ადაპტერით ჩააყენოთ აქ. მე მიყენია M-SATA 128 GB-იანი, ეს გამოიწერე AliExpress-დან, ახლახან, რამდენიმე კვირის წინ. ხო, კლავიატურა რომ მოვხსნათ, საჭიროა მოვხსნათ 2 შურупი, რომელიც არის განთავსებული აქ და აქ. და კლავიატურის მოხსნა არის ძალიან მარტივი. უბრალოდ გავწევთ წინ და გამოთხელი ნიჩის საშუალებით ამოვაძროთ. ესე მარტივია. თქვენ შეგიძლიათ დამის წვერი შეაცუროთ, უბრალოდ ფრთხილად იყავით, რომ არ დააზიანოთ. რაც შეეხება მოძრობას, მოაძრეთ ფრთხილად, იმიტომ რომ როგორც იყო R60-ზე, აქაც არის ესეთი თხელი კაბელი. მე მიყენია ჩინური კლავიატურა, ეს ჩემი ძველი კლავიატურა გამიჭირდა, კლავიშები მოეწვა. აქვე მინდა შეგაჩვენოთ, მაგრამ მასაც ასე გამოიყურება. ეს უფრო სასიამოვნო არის.
უფრო რბილი კლავიშები აქვს და უკეთესადაც ღრმად ჩადის. ვერ ვიტყური არის თავისით გაფუძდა, იმიტომ რომ მე თვითონ გავაფუძე. თვითონ თუ თქვენ იხმართ, არასდროს გაგიფუძდებათ. ამის გამიწვია შემიძლია მოგცეთ. ეხლა მე ამის მეც არ გავაგზავნებ დაშლას, იმიტომ რომ აქ ცოტა საწვალებელია ეს ანტენის კაბელების მოძრობა და ჩაახიდან ჩასმა. თუმცა გეტყვით, რომ ძალიან მარტივი დასაშლელი არის, გარდა ამისა. მოხდით ყველა შურუპს, რაც უკან აქვს და შემდეგ უკვე მოვაძრობთ ამ ზედა ხუპს, რომელზეც არის განთავსებული ტაჩპადი. აქეთ გვაქვს კულერი და ამის შიგნით უკვე გვაქვს პროცესორი. აი ამათ. სხვა რაც შეეხება მაგნიუმის ჩონჩხი, როგორც წინა მოდელზე, ამ მოდელზეც გვაქვს მაგნიუმის ჩონჩხი და გვაქვს აქ DVD CD წამკითხი, რომლის მოძრობას მარტივად შეგვიძლია და ამის გამოყენება შეგვიძლია როგორც ბატარეად, ასევე დამატებით მეხსიერებად. ორი ჩამკეტი აქვს, ამას გავწევთ, შემდეგ მეორეს გავწევთ და გამოძრება ასე ჩვენი DVD წამკითხები. ახლა მე უნდა გავჩვენოთ როგორ შეგვიძლია მეხსიერების გაუმჯობესება. მე აქ მაქვს ესეთი 60 გიგაბაიტიანი HDD hard disk-ი, რომელიც AliExpress-დან გამოვიწერე, ამიტომ არის რაღაც ჩინური ბრენდი, ჭრპლ მოსაკეთ გადავდებ. და ესეც გამოვიწერე, ეს არის ჩასადები, ესეც გამოვიწერე AliExpress-დან. ძვირი არ დამიჯდა, არის ზუსტად ფასი. ჩვეულებრივ ჩავსვათ ამაში. ასე მარტივად ვცურება თვითონ მეხსიერება, რაც არის დატანილი თვითონ ამ ლეპტოპში. და ეს არის 2.5 ინჩიანი SATA პორტი. ეს SSD როცა ვიყიდე თავიდან აკენა, მე ჩავაკანე მხოლოდ M-SATA. ეს არის თვითონ 240 გიგაბაიტიანი SSD და სატვირთვის დროს ნახავთ თქვენ როგორ სწრაფად იტვირთება. მე ამაზე მიყენია Linux-ი, მეორე SSD-ზე მიყენია Windows. დამატებით მეხსიერებას. ვახსენე ასევე ბატარეაც, რომელიც შეგიძლიათ აქ ჩააყენოთ. ამ პორტს ქვია Ultra Bay ადგილი, ადგილი დავარქვათ, Ultra Bay ადგილი და ამაში არის SATA პორტი და არის ბატარეის კბილანები, რომელიც ამ ლეპტოპის გამოყენებას გასდის დაახლოებით 2 საათით. აი SATA პორტი, რომელიც ვთქვი, ესეთი SATA პორტით უკავშირდება CD-ROM და ასევე SATA პორტით უკავშირდება HDD და ეს დავაყენოთ უკან. ჩავსვათ ისევ კლავიატურა. კიდევ კარგი რაც აქვს ThinkPad-ებს. წინა ვიდეოში გამოვჩა ეს მოცემებინა. ეს არის ის რომ მათ აქვს სახელმწიფო დაშლისთვის ნებისმიერი ნაწილი, რომლის დაშლას მოგესწრებათ, არის ონლაინ PDF-ის სახით ნებისმიერ მოდელზე. კიდევ ერთ-ერთი კარგი ის არის, რომ ეს ხრახნები ყველა არის ისეთ ადგილას განთავსებული, რომ შესამჩნევია ადვილად არ არის მოთავსებული ესეთი რეზინის ფეხების ქვეშ. აქამდე არ მქონდა გამოცდილება ლეპტოპის დაშლის. პირველი ლეპტოპი არის, რაც შევიცინე ეს. კლავიატურა უბრალოდ შეუდარებელია. ღრმა ღილაკები და ბექლაითის 3 დონე. ეკრანი არის ტინ პანელი HD+ რეზოლუციით. ეს ეკრანი არ გამოირჩევა კარგი ფერთა აღქმით. თუმცა მასიური კომიუნიტის წყალობით შესაძლებელია ეკრანის შეცვლა ბევრად უკეთესი IPS პანელით. პროცესორი მუშაობს მყარად. SSD-ს დაყენების შემდეგ სისტემა ირთვება დაახლოებით 30 წამში. თავისუფლად გამოკლავდება მსუბუქ სამუშაოებს, როგორიცაა საოფისე პროგრამები,
მარტივი კოდირება. ასევე მკლავდება მსუბუქ თამაშებს. მე გამოცდილი მაქვს League of Legends და Rainbow Six Siege. T430S-ი გთავაზობთ უკანა მხარეს ორ USB 3.0-ს, mini display ports, VGA და Ethernet პორტებს. მარცხნივ mini PCI Express, USB 3.0-ს და კომბინირებულ მიკროფონის და ყურსასმენის ჯეკს. მარჯვნივ CD-DVD ROM-ს და Wi-Fi Bluetooth გამოთვლას. ლეპტოპის ქვედა მხარეს გვხვდება დოკის დამაკავშირებელი პორტი. ThinkPad T430S-ი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ბიუჯეტურ, განძილ და მოხერხებულ ლეპტოპს. საუკეთესოა სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისაც არ სჭირდება ძალიან მძლავრი მონაცემები. მასთან მუშაობა იმდენად სასიამოვნოა, დაგავიწყდებათ, რომ ეს ლეპტოპი 13 წლისაა. მე პირადად ამ ლეპტოპს ვიყენებ 2 წელიწადი და საკმაოდ მოყოფილი ვარ მისი მუშაობის ხარისხით.